მოქალაქეს აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი ისე როგორც სურს. ამ უფლებით სარგებლობენ ჩვენი თანამშრომლებიც. აი ასეთი პასუხი გამოიტანეს გაფიცვის ორგანიზატორებმა საქართველოს ბანკიდან და TBC ბანკიდან. შეხვედრები ორივე ბანკში დღეს გაიმართა. იქ იმყოფებოდნენ ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, პატიმარ ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე და სხვები. თუმცა ისინი ელოდებიან უკვე საჯარო განცხადებებს ბანკის ხელმძღვანელი პირების მხრიდან. გაფიცვას უერთდება PSP, ამის შესახებ კახა ოქრეშვილმა განცხადება უკვე გაავრცელა, ჯერჯერობით სრული სია თუ ვინ შეუერთდება ამ გაფიცვას უცნობია. გაფიცვა კი დაგეგმილია 15 იანვარს 3 საათიდან 3 საათის განმავლობაში. ანუ ჩაკვეტაძე მუშაობს თემაზე და ის გაფიცვის დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდდება, ნანო გისმით. დიახ, მხოლოდ 2 დღე რჩება საყოველთაო სახალხო გამაფრთხილებელ გაფიცვამდე ზეგ 15 იანვარს შუადღის 3 საათიდან საღამოს 5 საათამდე ის ბიზნესები, რომლებიც არ ემორჩილებიან ივანიშვილის რეჟიმს და ეწინააღმდეგებიან მას ამ საერთო სახალხო გაფიცვაში სხვადასხვა ფორმით ჩაერთვებიან. ახლა არ არის კაბინეტებში, სამუშაო ოთახებში დასხდომის დრო, ახლა ქუჩაში დგომის, პროტესტის, წინააღმდეგობისა და გაფიცვის დროა. ამას ამბობენ მოქალაქეები სხვადასხვა ინდუსტრიიდან. ჯერჯერობით არ გვაქვს ოფიციალური მონაცემები, არ გვაქვს ოფიციალური სია იმ ბიზნესებისა და კომპანიების, რომლებიც გეგმავენ, რომ ზეგ 15 იანვარს შუადღის 3 საათიდან საღამოს 6 საათამდე ჩაერთონ საერთო სახალხო გაფიცვაში, თუმცა ვიცით და ვნახეთ, რომ მაგალითისთვის PSP ჯგუფმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ჩაებმებიან საერთო სახალხო გაფიცვაში, მათი საქმიანობიდან გამომდინარე მხოლოდ 5 წუთით. მოთხოვნები რასაკვირველი არის უცვლელი, აქაც 2 ძირითადი მოთხოვნა. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე უკანონოდ რეჟიმის მიერ დატყვევებულ მშვიდობიან მანიფესტანტებს და ჩატარდეს ახალი არჩევნები. მნიშვნელოვანი არის, რომ ბიზნესებმა გაიაზრონ, რომ ეს პროცესები არის მხოლოდ პოლიტიკური პროცესები, ეს ქვეყნის ეკონომიკაზე, ქვეყნის ბიზნესზე ახდენს ძალიან დიდ გავლენას და დროა ყველამ აღიაროს, რომ თუ ის მოთხოვნები, რაც აქვს ამ კონკრეტულ პროტესტს, რომ ერთი გაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პატიმრები და მეორე დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები, ეს თუ მალე არ იქნა მიღწეული, შეიძლება შეუქცევადი შედეგები იქონოს ამ ყოველთვის. ამიტომ ეს აქცია ნამდვილად არის გამაფრთხილებელი ხასიათის და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ორგანიზაცია შემოუერთდება სხვადასხვა ფორმით. გაფიცვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. მნიშვნელოვანი არის თქვათ ის, რომ გაფიცვა იწყება ქვემოდან ზემოთ, ანუ ეს არიან თანამშრომლების გაფიცვა. აქვე მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ თუ რომელიმე თანამშრომელი შეექმნება საკუთარი დამსაქმებლისგან გარკვეული ტიპის პრობლემა, ანუ დისციპლინარული სანქცია და ასე შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების გუნდს ყავს მობილიზებული იურისტების გუნდი, რომლებიც შეძლებს, რომ სამართლებრივი დახმარება გაუწიოთ მათ, ვისაც მსგავსი ტიპის პრობლემა შეექმნება. თუმცა აქვე უნდა აღნიშნოს, რომ მნიშვნელოვანია ეს პროტესტი იყოს ფართო, მასშტაბური და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა და მეტმა ორგანიზაციამ მიიღოს ამ პროტესტში მონაწილეობა, რადგან საბოლოო ჯამში ეს არის ზუსტად ის გზა, რომლითაც ჩვენ მივალთ გამარჯვებამდე. PSP ჯგუფი უერთდებით საყოველთაო გაფიცვას 2 მოთხოვნით ჩატარდეს ახალი გამჭვირვალე უმაღლესი სტანდარტის საპარლამენტო არჩევნები და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით ვითხოვთ სამართლიანობას. რაკი PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს. რამდენიმე საათით სრულად შევაჩეროთ მუშაობა. ამიტომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას 5 წუთით, თუმცა ეს პროტესტიც იქნება იმგვარი, რომ ამ 5 წუთის განმავლობაში ერთმა მორიგე ფარმაცევტმა უზრუნველყოს გადაუდებელი შემთხვევების მომსახურება. ალბათ ახსნას არავისთვის საჭიროებს, რომ გადაუდებელი ოპერაცია ვერ გადაიდება, რეანიმაცია მუშაობას ვერ შეაჩერებს. აფთიაქში მოსულ მაღალ წნევიანს უკან ვერ გავაბრუნებთ, ცოტა ხანში მობრძანდითო. ამ ფონზე ჩვენი პროტესტი წარიმართება ასე. აფთიაქში იქნება მორიგე გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები შეუერთდებიან პროტესტს 5 წუთის განმავლობაში. მოქალაქეები TBC ბანკისა და საქართველოს ბანკის ხელმძღვანელებსაც თხოვენ, რომ მათ გაითვალისწინონ ანტირუსული საპროტესტო აქციების მონაწილეების, ამ შემთხვევაში კი საქართველოს ბანკსა და TBC ბანკში დასაქმებული მოქალაქეების, ანუ მათი თანამშრომლების გადაწყვეტილება, რომ ისინი გეგმავენ, რომ ჩაერთონ ზეგ 15 იანვარს საერთო სახალხო გაფიცვაში შუადღის 3 საათიდან საღამოს 5 საათამდე. საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები თხოვენ ამ 2 ბანკისა და სხვა მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციებს, რომ მათ
მათი თანამშრომლების ამ გადაწყვეტილებასთან პატივი და მათ არ შეუქმნან პრობლემები გაფიცვის გამო, იმის გამო, რომ ისინი არ გამოცხადდებიან 3 საათით ამ დროის ამ პერიოდში სამსახურში და იქნებიან ქუჩაში, დადგებიან რეჟიმის წინააღმდეგ ამ საერთო სახალხო გაფიცვაში. დღეს შეხვედრები გაიმართა როგორც TBC ბანკის ხელმძღვანელობასთან, ასევე საქართველოს ბანკის ხელმძღვანელობასთან. ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერი და ადამიანი, რომელიც ესაუბრებოდა ხელმძღვანელობას როგორც TBC ბანკში, ასევე საქართველოს ბანკში იყო რეჟიმის ერთ-ერთი პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე. ცოტა ხნის წინ ორივე ბანკში დასრულდა შეხვედრები. რა მნიშვნელოვანი და საგულისხმო ინფორმაცია გამოიტანეს ხელმძღვანელობასთან შეხვედრიდან. ამ ადამიანებმა შეგვიძლია ეს კომენტარები მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში, იქამდე კი გეტყვით, რომ ბანკის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ არც ერთ მოქალაქეს, რომელიც ამ გაფიცვაში 3 საათით მიიღებს მონაწილეობას, პრობლემას არ შეუქმნიან. ძალიან კონსტრუქციული კარგი შეხვედრა ჰქონდა ხელმძღვანელობასთან. დაგვპირდნენ, რომ არანაირი შეზღუდვა თანამშრომლებს არ ექნებათ. ყველა თანამშრომელს შეუძლია გამოხატოს თავისი ნება, ამისთვის არავინ არ დაისჯება და ახლა უკვე ველოდებით მათ დასტურს. საერთო სახალხო გამაფრთხილებელი გაფიცვა შეგახსენებთ, რომ ზეგ 15 იანვარს გაიმართება, ის ჩატარდება შუადღის 3 საათიდან საღამოს 6 საათამდე. სხვა ბიზნესი, კომპანია ერთმანეთს მოუწოდებს, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და მინიმუმ 3 საათით რეჟიმს გამოუცხადონ ამ ფორმით წინააღმდეგობა. ჯერჯერობით როგორც გითხარით, არ არის ოფიციალური მონაცემები ცნობილი, არ ვიცით სია თუ რომელი ბიზნესები შეუერთდებიან ზეგ 15 იანვარს დაანონსებულ საპროტესტო აქციას, თუმცა მოქალაქეები სხვა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე, ეს ადამიანები ამბობენ, რომ ინტერესი და სურვილი ძალიან დიდია.